ამერიკის შეერთებულ შტატებში დაახლოებით 2 მილიონი პატიმარია ციხეებში. აქედან ისტორიაში მხოლოდ 3%-მა შეძლო ციხიდან გაქცევა. თუმცა ეს ხდებოდა ძირითადად შედარებით ნაკლებად დაცულ ციხეებიდან. მაგრამ ჩვენი ვიდეოს გმირი იოსი სირატორი გაიქცა ციხიდან არა მხოლოდ ერთხელ, არამედ 4-ჯერ და ეს მოახერხა იმ პირობებში, როცა იმყოფებოდა მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დაცულ ციხეში. 4-დან 2-ჯერ მან მოახერხა გაქცევა ჩვეულებრივი წვნიანის ჯამით. სასაცილოდ ჟღერს, თუმცა ეს რეალობაა. დღევანდელ ვიდეოში მოგიყვებით, რატომ ვერ შეძლო ვერც ერთმა ციხემ ამ ადამიანის შეკავება. ადამიანებს სურვილი გვაქვს გვჯეროდეს, რომ ცხოვრება სამართლიანია. ბოროტები ისჯებიან, შესაბამისად კეთილი ხალხი კი გამართლდება და ასე შემდეგ, მაგრამ ეს ასე ნამდვილად არ არის ცხოვრებაში. განსაკუთრებით კი იოსი სირატორისთვის. 1907 წელს ამორში დაბადებული სირატორი დედას არ იცნობდა, ხოლო მამა გარდაეცვალა მაშინ, როდესაც 2 წლის იყო. ობლად დარჩენილი ბიჭი იმ ოჯახმა შეიფარა, რომელსაც ტოფუს მაღაზია ჰქონდა, თუმცა მათ ის უბრალოდ არ მიუღიათ. ყოველ დღეს მუშაობდა მზის ამოსვლიდან მზის ჩასვლამდე და ტოფუს ამზადებდა. წლები გადიოდა და როდესაც ის 21 წლის გახდა, მას უკვე ჰყავდა ცოლი და 3 შვილი. მაგრამ სირატორი ოცნებობდა მათთვის უკეთესი ცხოვრების შექმნას და ამიტომაც მან ტოფუს მაღაზია დატოვა და მეთევზე გახდა. მეთევზეთა გემებზე ცხოვრება მძიმე იყო. ბევრი მამაკაცი თავს ვერ აკონტროლებდა და მავნე ჩვევებს ემონებოდა და სირატორიც აზარტულ თამაშებს მიეჩვია. სჯეროდა, რომ ერთ დღეს დიდ მოგებას მისი ოჯახის ცხოვრების შეცვლა შეეძლო. ის ამ საქმით გატაცებული იყო და საშინელ აზარტში მყოფმა ყველა გამომუშავებული იენი დაკარგა. მან დაიწყო ფულის ესხება ახლობლებისგან, ხოლო როდესაც ფულის დაბრუნების დრო მოვიდა, სხვა გზა არ ჰქონდა დარჩენილი. მან ქურდობა დაიწყო. კეთილშობილი მიზნების მიუხედავად სირატორის ცხოვრება ქაოსში ჩაიძირა. 1933 წელს, როდესაც მას 25 წელი შეუსრულდა, სირატორი და მისი თანამზრახველები ამორის ქალაქის მაღაზიაში შეიჭრნენ. მაგრამ ისინი იქ საყიდლებზე არ მისულან. მათ ამ დაწესებულების გაძარცვა სურდათ. თუმცა ერთი მყიდველი სახელად ტაკეძა ეწინააღმდეგებოდა მათ. ამ კაცმა მძარცველები ქუჩაში გაყარა და დაედევნა მათ. 3 კაცს შორის მოხდა ჩხუბი და ტაკეძამ ისეთი დაზიანებები მიიღო, რომ მალევე გარდაიცვალა. რამდენად დამნაშავე იყო სირატორი უცნობია, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ სირატორი და მისი თანამზრახველი დანაშაულის ადგილიდან გაიქცნენ და დაიმალნენ. 2 წლის შემდეგ ამორის პოლიციამ სირატორის თანამზრახველი მაინც დააკავა, რომელმაც მაშინვე განაცხადა, სად იმალებოდა სირატორი. ამის გაგებისას სირატორი რთული არჩევნის წინაშე დადგა. ან გაქცეულიყო იმ იმედით, რომ კანონი ან სინდისი ვერასდროს დაეწეოდა, ან გადაედგა კეთილშობილური ნაბიჯი და პოლიციაში თავის ნებით ჩაბარებულიყო. მან მეორე ვარიანტი აერჩია და სამართალდამცველებთან მივიდა. ეს შეცდომა აღმოჩნდა. პოლიციაში მისვლისას სირატორმა გაიგო, რომ გამომძიებლებს სიმართლე არ ადარდებდათ და მათ უბრალოდ სურდათ ტაკეძას მკვლელობაში ვინმეს დასჯა. ის ამ საქმის მთავარი სამიზნე და ეჭვმიტანილი გახდა. პოლიციელების სასტიკი დაკითხვის მიუხედავად სირატორი დუმდა, თუმცა ეს საკმარისი აღმოჩნდა მისი ბრალის დასამტკიცებლად. 1936 წელს ის ამორის ციხეში ჩასვეს. ცხოვრება მანამდე რთული იყო, მაგრამ ციხეში ყოფნა კიდევ უფრო მძიმე აღმოჩნდა. მისი რეპუტაციის გამო ციხის მცველები მუდმივად სჯიდნენ და ეს სასჯელები უბრალო შეშინებით არ შემოიფარგლებოდა. მას უფრო ცუდად ეპყრობოდნენ ვიდრე სხვა პატიმრებს და გარკვეული დროის შემდეგ ის სამარტო საკანში მოათავსეს, სადაც 4 თვე გაატარა. ის ყოველთვის მარტო არ იყო. მცველები ხშირად მოდიოდნენ მასთან და სასტიკად ცემდნენ. ტანჯვა ყოველდღე გრძელდებოდა. სანამ ვიდეოს გავაგრძელებთ, შეგახსენებთ, რომ თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ არხი და გააქტიუროთ ზარისღილაკი, რათა არასდროს არ გამოტოვოთ ახალი და საინტერესო ვიდეო ჩვენთან. ახლა კი გავაგრძელოთ ხრობა. 1936 წლის 18 ივნისს, დილის 6-ის ნახევარზე დარაჯმა სირატორის საწოლში რაღაც საეჭვო შეამჩნია. მან დაიძახა, თუმცა პასუხი არ მიუღია. მან კიდევ ერთხელ დაიძახა უფრო ხმამაღლად, მაგრამ ისევ არაფერი. გაბრაზებული დარაჯი საკანში შევარდა, პატიმრისთვის გაკვეთილით ჩასატარებლად მომზადებული, რომ კიდევ ერთხელ ეცემა. მაგრამ როცა საბანი ასწია, საწოლზე მხოლოდ ბალიშების გროვა ნახა. სირატორი გაქრა. ეს რომ გაიგო, პოლიციის უფროსმა ბრძანა დაუყოვნებლივ დაეწყოთ გაქცეული პატიმრის ძებნა, მაგრამ რამდენიმე საათის შემდეგ მცველები ხელცარიელნი დაბრუნდნენ. როგორ მოხდა ეს? სირატორი თითქმის მთელი დღე მარტო იმყოფებოდა საკანში. შეუძლებელი ჩანდა, რომ მას არავინ შეამჩნევდა, მაგრამ მან მოახერხა ეს ყოველივე. ძალიან უცნაური საქმეა. სიამდვილეში რა მოხდა? არ დაგავიწყდეთ, რომ სირატორი თითქმის მთელი დრო იყო მარტო. იმის ნაცვლად, რომ ეს დრო ტყუილად დაეკარგა, ის მცველებს აკვირდებოდა. მან დაითვალა, რომ მცველები, რომლებიც მის საკანთან გაივლიდნენ, დაახლოებით 15 წუთში ერთხელ ბრუნდებოდნენ. ეს იყო შესაძლებლობის ფანჯარა. შემდეგი პრობლემა რკინის კარი იყო, რომელიც უკნიდან იყო ჩაკეტილი, თუმცა სირატორიმ გამოსავალი მოიფიქრა. დაბანისთვის მას მისცეს სათლი ლითონის მავთულის სახელურით.
მან ფარულად მოხსნა ეს სახელური და დამალა. შემდეგ კი ის ხელნაკეთ გასაღებად გამოიყენა. პირდაპირ საკნის კარის საკეტის ქვეშ იყო ფანჯარა, საიდანაც მისთვის საჭმელი მოჰქონდათ. ამ ფანჯრიდან ხელით სირატორს შეეძლო საკეტის გახსნა სათლის სახელურის გამოყენებით. მას ალბათ თვეები დასჭირდა ცდების და შეცდომების გასავლელად, მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი გამოუვიდა. ასე რომ მან საკეტი გახსნა, თავისი საწოლი აალაგა, მცველებს აფიქრებინა რომ ეძინა და მცველების გასვლის შემდეგ საქმე შეუდგა. ახლა უკვე მას 15 წუთი ჰქონდა რომ დერეფნის ბოლოს კარი გაეღო და გაქცეულიყო. საბედნიეროდ ამჯერად მან მოახერხა კარის გაღება და გაქცევა. კარგი შედეგია პირველი გაქცევისთვის. ამორის ციხეში მალე გავრცელდა ხმების სასტიკი დამნაშავის შესახებ, რომელიც სამარტოო საკნიდან გაიქცა და ქუჩებში ახალ მსხვერპლს ეძებდა. სინამდვილეში სირატორი მთებში გაიქცა და კენკრით იკვებებოდა, რის მოპოვებაც იქვე შეეძლო. თუმცა სამ დღეში ის ქალაქში დაბრუნდა და უნდოდა ნორმალური საკვები ეყიდა. რადგანაც ის გაქცეული იყო, ვერ შევიდოდა ასე უბრალოდ მაღაზიაში და ვერ იყიდდა საკვებს. მას ასევე არც ფული ჰქონდა და კიდევ შეიძლებოდა ვინმეს ეცნო. ამიტომ მან ისევ ძველ საქმეს ქურდობას მიმართა. მაგრამ ის იმ დროს დაიჭირეს, როდესაც საავადმყოფოდან საკვების მოპარვას ცდილობდა. სირატორი პატიებას თხოვდა და ამტკიცებდა, რომ მხოლოდ მცველების სასტიკი მოპყრობის გამო გაიქცა. მაგრამ არავის უნდოდა მისი მოსმენა. იგი ისევ ამორის ციხეში დააბრუნეს და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს ამჯერად. ახალი განაჩენის შემდეგ სირატორი ამორის ციხიდან მიაგის ციხეში გადაიყვანეს, სადაც 3 წელი გაატარა. შემდეგ ის ტოკიოს კასუგის ციხეშიც გადაიყვანეს. დარწმუნებული ვარ, გაგიჩნდათ აზრი, რომ ის კიდევ ბევრჯერ ესწრებოდა გაქცევას. მაგრამ არა, ის მშვიდად იქცეოდა და მცველების მითითებებს ასრულებდა. ეს იმიტომ, რომ სირატორის მცველებთან ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა. განსაკუთრებით ციხის უფროსთან, რემი კობაიაშისთან, რომელიც სირატორის სამაგალითო პატიმრად თვლიდა. კასუგის ციხეში ცხოვრება მაქსიმალურად კომფორტული იყო, რამდენადაც ეს ციხეში შეიძლებოდა, მაგრამ 1951 წელს იაპონია მეორე მსოფლიო ომში ჩაერთო და პატიმრები ტოკიოდან გაასახლეს. ამჯერად სირატორი აკიტას ციხეში გადაიყვანეს და იქ მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. წლების კარგი ქცევა აქ არაფერს ნიშნავდა. სირატორის რეპუტაცია როგორც სასტიკი ადამიანის და გაქცეული პატიმრის მას თან დაჰყვებოდა, რაც აკიტას ციხის მცველებს არ მოსწონდათ. ის სპეციალურ საკანში მოათავსეს, რომელიც გაქცევის მოყვარულთათვის იყო შექმნილი. ჭერი ძალიან მაღალი იყო, ხოლო კედლები ძალიან გლუვი, რომ მასზე აცოცება ვერავის მოეხერხებინა. 1942 წლის 15 ივნისს წვიმიანი დილა იყო, იმ ღამითაც ძლიერ წვიმდა. მცველებმა პატიმრების გაღვიძების მიზნით საკნის კარზე კაკუნი დაიწყეს, მაგრამ როდესაც სირატორის საკნის კარზე დააკაკუნეს, პასუხი არ ყოფილა. ორმხრივი ძულულის გათვალისწინებით ეს გასაკვირიც არ იყო. დილადრიან მცველები მას დასჯას უპირებდნენ, ამიტომ როდესაც საკანში შევიდნენ, ის ცარიელი დახვდათ. მიუხედავად ყველაფრისა, სირატორი გაქცეული იყო იმ საკნიდან, რომელიც სპეციალურად იყო შექმნილი მისთვის, რათა მისი გაქცევა გამხდარიყო შეუძლებელი. მცველები დაუკავშირდნენ პოლიციის განყოფილებას, რომელმაც მთელი უბნის პერიმეტრის ბლოკირება მოახდინა. წინა ჯერზე სირატორი მხოლოდ რამდენიმე დღეში დაიჭირეს, მხოლოდ მის შეცდომას უნდა დაალდებოდნენ. თუმცა დრო გადიოდა და გაქცეული ისევ არსად ჩანდა. დღეები კვირებად იქცა, კვირები კი თვეებად. მხოლოდ 3 თვის შემდეგ მოულოდნელად ციხის მცველმა შუაღამისას მშვიდ დროს კარზე დაკაკუნების ხმა გაიგონა. როდესაც რემია კობაიაშიმ კარის სტუმარს გაუღო, კაც მოჰკრა თვალი, რომელიც კანკალებდა და ცუდ მდგომარეობაში იყო. კობაიაში სირატორის გაქცევაზე სმენოდა, მაგრამ ვერც კი წარმოიდგენდა, რომ ის მის სახლში მივიდოდა. მან კარი გაუღო, საჭმელად გაუმასპინძლდა და ჩაი დაალევინა. შეეძლო გაგიკვირდეთ, რატომ მივიდა გაქცეული პატიმარი თავის ყოფილ მცველთან, წერილის მიწერის ნაცვლად, მაგრამ კობაიაში სირატორის მიმართ იყო, ხოლო სირატორის წასასვლელი არსად ჰქონდა. აკიტადან ტოკიოში კობაიაშის სახლამდე მისასვლელად მან 546 კილომეტრი გაიარა. სირატორი მას უამბო, როგორ გაატარა მთელი გზა სიბნელეში, რომ არ დაეჭირათ. ჭამდა იმას, რასაც იპოვიდა ან მოიპარავდა. ტოკიოში მან გამლელებს თხოვა, იცოდნენ თუ არა სად ცხოვრობდა კობაიაში და გაუმართლა. კობაიაში შოკში იყო. მან იცოდა, რომ სირატორი არ იტყუებოდა, მაგრამ ასევე იცოდა, რომ მას დარჩენაც არ შეეძლო. მათ მოილაპარაკეს, რომ სირატორი კასუგის პოლიციაში ჩაბარდებოდა და აკიტაში გადატანილი სისასტიკის შესახებ ჩვენებას მისცემდა. იმედი ჰქონდათ, რომ მას დაინდობდნენ და სამართლიანად გაასამართლებდნენ. ასეც მოიქცნენ, მაგრამ ყველაფერი ისე არ წავიდა, როგორც დაგეგმილი ჰქონდათ. სირატორიმ მოსამართლეს უამბო თუ როგორ ტანჯავდნენ აკიტაში. იზოლაცია, მუხლებზე დგომა და სისასტიკე, მაგრამ მოსამართლეს მხოლოდ ერთი რამ აინტერესებდა: როგორ მოახერხა საკნიდან გაქცევა. სირატორიმ ამოიოხრა. უნდა აღინიშნოს, რომ სირატორის ორი უნიკალური ნიჭი ჰქონდა. პირველი ის იყო, რომ მას შეეძლო სხეულის თითქმის ყველა სახსარის გადატრიალება. ეს მას
საშუალებას აძლევდა გასაძრომ ადგილებში შემძვრალიყო. თუ სახე გისოსებში ეტეოდა, მისი სხეულიც გაძვრებოდა ხოლმე. ხოლო ჭერში არსებული სარკმელი სწორედ ასეთი ზომის იყო, მაგრამ მოიცადეთ. სარკმელი ძალიან მაღლა იყო. სირატორი ვერანაირად ვერ მიაღწევდა იქამდე. აქ მეორე ნიჭმა გადაარჩინა. ის საოცრად ძლიერი იყო, ბევრად ძლიერი ვიდრე ჩვეულებრივი ადამიანი. საკნის კედლები ისეთი გლუვი იყო, რომ მათზე ვერტიკალურად ასვლა შეუძლებელი ჩანდა, მაგრამ საკანი იმდენად პატარა იყო, რომ სირატორის შეეძლო ერთი კედლისთვის ხელი მიედო, მეორესთვის კი ფეხი და ჰორიზონტალურად ამძვრალიყო. ერთ-ერთი პრობლემა თავად სარკმელია. საბედნიეროდ მას თავად ბუნება დაეხმარა. სარკმლის ძველი ხის ჩარჩო გაფუჭებული და დამპალი იყო. სირატორიმ ძალისხმევით შეძლო მისი ოდნავ გაღება. ღამიდან ღამემდე ის კედელზე ადიოდა და სარკმელს უფრო მეტად აღებდა. ბოლოს მან შეძლო თავის გამოყოფა სარკმლიდან, რაც იმას ნიშნავდა, რომ მისი სხეულის გამოძრომაც შესაძლებელი იყო. დარჩა მხოლოდ ის, რომ დალოდებოდა წვიმას, რათა მცველებს ვერ გაეგოთ, როგორ გადაადგილდებოდა სახურავზე და ბოლოს გაქცეულიყო. ეს მართლაც შთამბეჭდავია. სასამართლოში მყოფები გაოცებულები იყვნენ. უпростоრად მოსამართლე იყო გამონაკლისი. მან სირატორის პატიმრობას კიდევ 3 წელი დაუმატა. მაგრამ ეს რა არის? სამუდამო პატიმრობა ყოველთვის არ ნიშნავს სიცოცხლის ბოლომდე პატიმრობას, ანუ ის განუსაზღვრელია, მაგრამ როგორც წესი შესაძლებელია პირობითი გათავისუფლება, თუ არის მტკიცებულებები, რომ პატიმარი შეიცვალა. თუ სირატორი გათავისუფლდებოდა, მას შემდეგ კიდევ 3 წელი უნდა გაეტარებინა პატიმრობაში. სწორედ ამას ნიშნავდა მოსამართლის გადაწყვეტილება. იმედია ეს ინფორმაცია თქვენ არ დაგჭირდებათ. სირატორი მზად იყო ციხეში დაბრუნებულიყო, რადგან ის დამნაშავე იყო, მაგრამ აკიტას სიცივე აშინებდა. ამიტომაც მოსამართლეს თხოვა ტოკიოში გაეგზავნა ისევ, სადაც უფრო კარგი გარემო იყო. მოსამართლემ გაიცინა და ამის ნაცვლად სირატორი აბაშირეს ციხეში გაგზავნა, იაპონიის ჩრდილოეთში. აბაშირეს სიცივემ სირატორისთვის მდგომარეობა უფრო გაუსაძლესი გახადა. იქ იმდენად ციოდა, რომ ნასუნთქი ორთქლი წარბებზე იყინებოდა. 35 წლის სირატორი ბნელ საკანში თხელი ზაფხულის სამოსით მოათავსეს. ამჯერად მცველები ზედმეტად ფრთხილობდნენ და მას ხელფეხზე ბორკილები დაადეს. სხვა პატიმრებისგან განსხვავებით მას საკნის გარეთ მუშაობაც კი აუკრძალეს. სირატორის საკმარის საკვებსაც კი არ იღებდა და მხოლოდ იმ ულუფის ნახევარს აძლევდნენ, რაც დანარჩენ პატიმრებს ჰქონდათ. ეს საკვები ძალიან მარტივი იყო. იმ დროს იაპონურ ციხეებში პატიმრებს ძირითადად ბრინჯის თასი და მარილიანი მისოსწვნიანი ეძლეოდათ. სირატორისთვის გარე სამყაროსთან კავშირის ერთადერთი საშუალება საკნის კარის ფანჯარა იყო. ის მცველების ყველა ბრძანებას უგულებელ ყოფდა და არაფერზე არ რეაგირებდა. ერთ დილით მცველმა სირატორი მუხლებზე მყოფი თავჩაღუნული ეხილა, ხოლო ბორკილები მის გვერდით ეყარა. ცველი საკანში შევიდა. ყველაფერი გაჩხრიკა და ცვილის ქაღალდში გახვეული ლითონის მავთული იპოვა. არავინ იცოდა, როგორ მოიპოვა მან ეს ნივთი, მაგრამ აშკარა იყო, რომ სირატორი ციხის უფროს ამით შეტყობინებას უგზავნიდა, რომ როგორი სირთულეც არ უნდა ყოფილიყო, ის მაინც მოახერხებდა გაქცევას. მცველები გაცოფდნენ. მათ ახალი, უფრო მძიმე ბორკილები დაადეს. ახალი ბორკილები 20 კილოგრამს იწონდა და წელის უკანა ნაწილში სქელი ჭანჭიკით იყო შეკრული, რომლის მოსაჭერადაც 2 ადამიანი იყო საჭირო. ეს ბორკილები სრულად იყო ჩაკეტილი და მათში გასაღების ხვრელი არ არსებობდა. ამ მდგომარეობაში მხოლოდ ჯდომა იყო შესაძლებელი. კვირები და თვეები ასე გავიდა და ბორკილებმა სირატორის მაჯები და კოჭები ისე დააზიანა, რომ ჩაჭრა და ჭრილობებში მატლებიც კი გაუჩნდა. საკვები მას კიდევ უფრო შეუმცირეს. ახლა უკვე ნახევრის ნაცვლად მეოთხეც აძლევდნენ. ბორკილების გამო სირატორის ჭამა მხოლოდ თავის მიწასთან მიტანით შეეძლო, ისევე როგორც ღორს. ზოგიერთ მცველს ეცოდებოდა კიდეც. მათი აზრით სირატორის გაჩერება მოახერხეს, თუმცა 1944 წლის 26 აგვისტოს საღამოს შემოწმებისას მცველებმა ხმაური გაიგეს. ზემოთ დამსხვრეული ფანჯრიდან რაღაც ჩრდილი გამოჩნდა, რომელიც მალევე გაქრა. მცველები საკანში შევარდნენ და აღმოაჩინეს, რომ სირატორის საწოლი იყო ალაგებული. ისევ ტანსაცმელი ჰქონდა ამოდებული პლედის ქვეშ, ხოლო ბორკილები იატაკზე ეყარა. მცველებმა მთელი ძალით დაიწყეს მისი ძებნა, მაგრამ რამდენიმე საათის შემდეგ შეწყვიტეს, რადგან იცოდნენ, რომ ის უკვე ციხის ტერიტორიაზე აღარ იქნებოდა. ამჯერად ცხადი იყო, როგორ მოახერხა სირატორიმ გაქცევა. ის ბორკილები, რომლითაც იყო შეკრული, ძალიან იყო დაჟანგული. წლების განმავლობაში ეს ლითონისთვის ჩვეულებრივი რამ იყო, მაგრამ ჭანჭიკი, რომლითაც იყო შეკრული ხელბორკილი, ისე გამოიყურებოდა თითქოს 10 წლის წინანდელი ყოფილიყო, რადგან ის რაღაცით იყო დაფარული. მცველებმა ჭანჭიკის გემო გასინჯეს და ის მარილიანი აღმოჩნდა. იგივე მარილის ნარჩენები იყო სირატორის საკანში ფანჯრის ჭანჭიკებზეც. ციხეში წლების განმავლობაში მიღებული მარილიანი მისოსწვნიანი სირატორის საიდუმლო იარაღი აღმოჩნდა. ის ყოველდღე წვნიანიდან ცოტას ინახავდა და ჭანჭიკებზე აპკურებდა, რაც ლითონის კოროზიას აჩენდა. თვეების განმავლობაში სირატორი წვეთწვეთობით აპკურებდა მარილიან წყალს ჭანჭიკებზე, სანამ ისინი იმდენად არ დასუსტდნენ, რომ გაღება გახდა შესაძლებელი. პირველი
მრავალი კარი მან ასე გახსნა და როდესაც ბორკილები სერიოზულად დაზიანდა, მან ეს უკანასკნელიც მოიხსნა. შემდეგ პატარა სარკმლიდან გამოძრომა მოახერხა და ციხის სახურავიდან საბოლოოდ გაიქცა. ეს უბრალოდ გასაოცარია, მაგრამ კიდევ ერთი რაღაც. სირატორი თავდაპირველად გაქცევას 25 რიცხვამდე აპირებდა, თუმცა იმ ღამეს მორიგე მცველები მის მიმართ კეთილგანწყობილობი იყვნენ. თუ ის იმ ღამეს გაიქცეოდა, მცველებს ამის გამო დასჭიდნენ, ამიტომ სირატორიმ ერთი დღე დაიცადა, გარისკა და საკუთარი გეგმები საფრთხის ქვეშ დააყენა და ეს ყველაფერი მცველების გამო. არ უნდოდა ის მცველები დაესაჯათ, რომლებიც მის მიმართ კარგი საქციელით გამოირჩეოდნენ. გაქცევის შემდეგ სირატორი განდეგილად იქცა. მას სამართლის სისტემის მიმართ რწმენა დაეკარგა, ხოლო საზოგადოებაში დაბრუნება ზედმეტად საშიშად ეჩვენებოდა. მან თითქმის 2 წელი მარტო გაატარა მთებში. უცნობია იმ დროს მან თუნდაც ერთი ადამიანი ნახა თუ არა, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე თვე მარტო საკანში გაატარა, მარტოსული ცხოვრების გაძლება მისთვის მაინც ძნელი აღმოჩნდა. 1946 წელს სირატორი უახლოეს ქალაქში ჩავიდა. სკოლაში შეიპარა და გაზეთი იპოვა. მის წაკითხვაში მან გააცნობიერა, თუ რამდენი რამ გაუცდა ცხოვრებაში გაქცევების განმავლობაში. ის შოკში ჩააგდო სიახლემ, რომ იაპონიის ქალაქებზე 2 ატომური ბომბი ჩამოაგდეს. სირატორი ისიც კი არ იცოდა, რომ იაპონია მომიწააგო. იქნებ როცა დაინახა თუ როგორ ბრუნდება ცხოვრება ჩვეულ რეჟიმში ტრაგედიის შემდეგ, იფიქრა, რომ ეს მისთვისაც შესაძლებელი იყო. ასე თუ ისე მან გაიგო, რომ აღარ შეეძლო მარტო მთებში ცხოვრება და გადაწყვიტა მეზობელ ქალაქ საპოროში წასულიყო და შემდეგ ნაბიჯებზე ეფიქრა. გზაზე ის ბოსტონს წააწყდა. მშიერი იყო. როგორც ჩანს, რაღაცის მოპარვას აპირებდა. ჩვენ ვერასდროს გავიგებთ თუ რა სიპარავდა, მაგრამ ბოსტონის მეპატრონემ სირატორი ადგილობრივ ქურდად მიიჩნია, რომელიც მის მინდვრებს ძარცვავდა. ის სირატორის დაედევნა და თავს დაესხა. თავდაცვის მცდელობისას სირატორემ წინააღმდეგობა გაუწია და გლეხი სასიკვდილოდ დაშავდა. ისევ, როგორც თავდაპირველ შემთხვევაში. ადგილზე პოლიცია მივიდა და გაქცეულ დაუყოვნებლივ დააკავეს. მისი განცხადებები, რომ ეს თავდაცვა იყო, უსარგებლო აღმოჩნდა. მკვლელობის, ქურდობისა და ციხიდან გაქცევის ბრალდებები მის წინააღმდეგ მეტყველებდა. სირატორი საპოროს ციხეში გაგზავნეს და მას სიკვდილი მიუსაჯეს. ვიმედოვნებდი, რომ ეს ამბავი ბედნიერი დასასრულით დასრულდებოდა, მაგრამ ალბათ გახსოვთ დასაწყისში რა ვთქვით, რომ ის 4 ჯერ გაიქცა. ჩვენ ჯერჯერობით მხოლოდ და მხოლოდ 3 გაქცევა ვახსენეთ. მაგრამ იქნებ ჭკვიანმა სირატორემ სიკვდილს ვერ დააღწია თავი. ან როგორ მოახერხა თუ ეს გააკეთა. საპოროს ციხე ცდილობდა მასზე ჭკვიანი ყოფილიყო. ადმინისტრაციამ კარგად შეისწავლა მისი წინა გაქცევები და საკანის შესაბამისი გაძლიერებებით აღჭურვა. ციხის გარეთ მუდმივად 2 შეიარაღებული მცველი მორიგეობდა. სირატორის საკანი ყოველდღე იჩხრიკებოდა, მაგრამ არაფერი ყოფილა ნაპოვნი. პირიქით, სირატორი იდეალურად იქცეოდა და მცველების ყველა ბრძანებას ასრულებდა. წინა შემთხვევებისგან განსხვავებით. მათ იმდენად სჯეროდათ, რომ ის ვეღარ გაიქცეოდა, რომ ხელბორკილებსაც კი აღარ ადებდნენ. მხოლოდ ის აწუხებდათ, რომ სირატორი მუდმივად ჭერისკენ იყურებოდა. იცოდნენ, რომ ის ადრე სახურავიდან გარბოდა. მცველები ამას სერიოზულად ეკიდებოდნენ, ამიტომ კვირაში ერთხელ, როდესაც სირატორი ბანაობდა, ისინი ჭერს ამოწმებდნენ. თუმცა არც იქ არ იყო არაფერი, მაგრამ ისინი ვერ ხვდებოდნენ თავარს, რომ სირატორის ჭერში ყურება მათი ყურადღების გადატანის მანევრი იყო. 1947 წლის 1 აპრილს სირატორი მეოთხედ და საბოლოოდ გაქრა. მიუხედავად მცველების ყველა მცდელობისა, სირატორი მათ კიდევ ერთხელ აჯობა, მაგრამ რა მოხდა ამჯერად? ჭერისკენ მიმართული მზერა მცველების ყურადღებას სხვა მხარეს მიმართავდა და იატაკს ისინი ყურადღებას აღარ აქცევდნენ. როდესაც დაცალეს მისი საკანი, მცველებმა შენიშნეს, რომ საწოლის ქვეშ ერთ-ერთი იატაკის ფიცარი გაჭრილი იყო. მის ქვეშ პატარა სათავსო იყო, სადაც იპოვეს ლითონის რგოლი, რომელიც უნიტაზიდან მოხსნა. ეს რგოლი ხერხად იყო გადაკეთებული და იქვე ეგდო მისოს წვნიანის თასი, რომელიც ერთ-ერთი ვახშმის შემდეგ იყო დარჩენილი. სირატორი ეს რგოლი ძველი ლურსმნის გამოყენებით გალესა და მრავალი თვის განმავლობაში ფარულად ხერხავდა იატაკს. შემდეგ ის ფიცრების ქვეშ შეძვრებოდა ხოლმე, თასის გამოყენებით თხრიდა მიწას და ამზადებდა გასაქცევ გზას. მას ხელბორკილების მოხსნაც კი არ სჭირდებოდა მცველების თავდაჯერებულობის წყალობით. გასაოცარია. კვლავ დაიწყო მისი ძებნა, მაგრამ ამჯერად უშედეგოდ. ეს სირატორის ბოლო და შესაძლოა ყველაზე გენიალური გაქცევა იყო. ის მთაში დაბრუნდა და სამყაროსგან დაიმალა. გავიდა წლები და ისევ თავისინებით გამოჩნდა და კვლავ დააპატიმრეს. მოსამართლემ გაითვალისწინა, რომ ციხეებში მრავალი წლის სისასტიკის მიუხედავად, სირატორის არასდროს უცდია, რომელიმე მცველისთვის ზიანი მიეყენებინა. მიუხედავად იმისა, რომ მას ეს ადვილად შეეძლო, გარდა ამ ორში ჩადენილი ერთი მკვლელობის, მას აღარასდროს არავისთვის დაუშავებია რაიმე. განაჩენის გადახედვის შემდეგ მოსამართლემ სირატორის 20 წლით პატიმრობა მიუსაჯა და დააკმაყოფილა მისი თხოვნა, რომ სასჯელი ტოკიოს ციხეში მოეხადა. სირატორის ტოკიოში ჩასვლა მცველები დაძაბა, მაგრამ მათ გადაწყვიტეს უფრო რბილად მოპყრობოდნენ. ის ციხის ბაღში სამუშაოზე დააყენეს და სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობის უფლებაც მისცეს. მიუხედავად იმისა, რომ ის უკვე 40 წელს იყო გადაცილებული, ის იმ პატიმრებს მაინც ამარცხებდა, რომლებიც მასზე ორჯერ უფრო ახალგაზრდები იყვნენ. ერთ დღეს, როდესაც სირატორი ციხის ტერიტორიაზე ისვენებდა, ერთ-ერთი მცველი მივიდა მასთან და ჰკითხა: "ეს კედელი მხოლოდ 2 მეტრის სიმაღლისაა. თქვენი უნარებით მის გადალახვას მარტივად შეძლებდით.
რატომ არ გაიქეცით? სირატორი მას შეხედა, გაუღიმა და უპასუხა: დავიღალე. 11 წლის განმავლობაში 4 გაქცევის და 3 წლიანი ცხოველური ცხოვრების შემდეგ სირატორი უბრალოდ დაიღალა. გაქცევები ახალგაზრდების საქმეა, ასევე უპასუხა მან. ის ჯერ კიდევ ძლიერი იყო, მაგრამ არა ისე როგორც ადრე და ასევე მას გაქცევის მიზეზი უკვე აღარ ჰქონდა. სირატორი ხშირად გარბოდა, არა თავად ციხიდან, არამედ იმისთვის, რომ ციხის მცველების სისასტიკისგან დაეცვა თავი. მცველ მამას გაუღიმა და გადაწყვიტა სირატორის პირობით ვადამდე გათავისუფლების შუამდგომლობა შეეტანა. და ბოლოს 10 წლის შემდეგ 1961 წლის 21 დეკემბერს სირატორი ბოლოს მაინც დატოვა ციხე. არა სარკმლიდან ან გვირაბიდან, არამედ ჭიშკრიდან, როგორც თავისუფალმა ადამიანმა. ის ტოკიოში დასახლდა და უბრალო მუშად დაიწყო მუშაობა. 1979 წელს 71 წლის ასაკში სირატორი გარდაიცვალა და მისი ფერფლი ფუძის მთის სიახლოვეს მიმდებარე სასაფლაოზე მიმოფანტეს. მთლიანობაში კი ჩვენი ვიდეო მიუახლოვდა დასასრულს. გმადლობთ, რომ უყურეთ ამ ვიდეოს თავიდან ბოლომდე. აუცილებლად გამოიწერეთ ჩვენი არხი, ბუმსთორი და დაელოდეთ სიახლეს. მე შემდეგ ვიდეომდე გემშვიდობებით. დროებით.